რაშია საქმე? გვგზავნიან ომში თუ არა? თბილისთან ზარბაზნები ჰქუხს და ჩვენ კი აქა ვართ. არა, ლოდინი აღარ შეგვიძლიან. თუ ყველას არ გავგზავნიან თითოებრივ მაინც წავიდეთ ან ჯგუფ-ჯგუფად. გაისმოდა სამხედრო სკოლის ეზოსა და სამოსწავლოს ოთახებში. აქა-იქ შეგროვილ ჯგუფებში. წერდა ოფილი იუნკერი, ნიკოლოზ მათიკაშვილი 1924 წელს პარიზში გამოცემული ჟურნალ მხედრის ფურცლებზე. მოგონებები ყველაზე მტკივნეულ პერიოდს 1921 წლის თებერვლის სისხლიან დღეებს უკავშირდებოდა. იუნკერებს საბრძოლო გამოცდილება არ ედარდებოდათ. მათთვის მთავარი სამშობლოს დაცვის სადარაჯოზე ყოფნა იყო. უნდა მდგარიყვნენ იქ, სადაც საქართველოს უჭირდა. სიცოცხლის ფასად, სისხლის ფასად, სიკვდილის პირისპირ, ფეხმოუცვლელნი. აი ეს მოგვითხრობს ძალიან საინტერესოდ, როგორ გაუშვა ივანე ჯავახიშვილმა ფრონტზე სტუდენტები. და მას შემონახული არაჩვეულებრივი სიტყვა ივანე ჯავახიშვილის, რომ ახალგაზრდებო, შვილებო, მე უნდა მოგიწოდებდეთ თქვენ სწავლისა და განათლებისაკენ, მაგრამ დღეს ისეთი მდგომარეობა, რომ როდესაც ქვეყანაში ასეთი რამ ხდება, ყველა ქართველმა უნდა გადადოს გვერდზე კალამი და წიგნი და აიღოს ხელში იარაღი, რომ სამშობლო დაეცვას. და ეს აღტკინებული სტუდენტები, რომელიც პირველი კორპუსის ეზოში იყვნენ შეკრებილები, მაშინვე დაირაზმენ სამშობლოს დასაცავად. წერს 24 თებერვალს ტაბახმელის ომის მერწუხებს გადარჩენილი იუნკერი, პოლონეთში მყოფი ემიგრანტი ფილიპე შარაძე. ომში გაგზავნის სიხარული თითოეული მათგანისთვის საამაყოც იყო და საპასუხისმგებლოც. სამშობლოს თავისუფლებაზე შეყვარებული ახალგაზრდების რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევდა. და ეგონათ მათ სიყვარულს და შემართებას წინ ვერაფერი აღუდგებოდა, მაგრამ საქართველოს დედაქალაქის ბოდი უკვე გადაწყვეტილიყო. რუსეთის სისხლიან ანექსიას ვეღარაფერი შეაჩერებდა. ძალიან კარგად აღწერს მათიკაშვილი, როგორ მოდიან ეს იუნკერები ახალ იტალიურ ტანსაცმელში, შინელებში გამოწყობილი, რომელიც მე ძალიან არ გამოადგათ. და როგორ გამოეფინა მთელი თბილისი მათ გასაცილებლად. ისე უცებ გავარდა ხმა, რომ სკოლა მიდის ფრონტზე. მშობლები, ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, ამათთან ერთად უამრავი ხალხი, ეს ხელზე გამყიდვლები, რომლებიც ხილს გვაწოდებდნენ, ტკბილეულს გვაწოდებდნენ, ყველა რაღაცას ცდილობდა, რომ ჩვენთვის შემოეთავაზებია, მაგრამ ჩვენ ვაწყენინეთ ბევრ ხალხს, იმიტომ რომ პირდაპირ ვიყურებოდით და გზას განვაგრძობდით, ვითომ ამას ვერაფერს ვერ ვხედავდით, იმიტომ ფრონტზე მივდიოდით. თუმცა შინაგანად ყველას ალბათ ცრემლები ჩამოგვდივდა, რომ ჩვენ ახლობლებს ვერ ვემშვიდობებოდით და არ ქონდა შესაძლებლობა, რომ დედებს მაინც ჩავხუტებოდით. მათიკაშვილის მოგონებებიდან ირკვევა, რომ მხოლოდ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე შეძლეს ახალგაზრდა მეომრებმა შესვენება და ახლობლებთან გამოთხოვება. მიუხედავად იუნკერების მხრიდან ოპტიმისტური განწყობისა და ომახიანი შეძახილებისა, რითაც ისინი მშობლებსა და ახლობლებს ემხნეობდნენ, გამცილებელთა გულებში მათი დაკარგვის შიში ღვიოდა. კოჯორ ტაბახმელის ნაწილი, სადაც იუნკერებს ქალაქის მოსადგომები უნდა გაემაგრებინათ, ტერიტორიულად დიდი მნიშვნელობის იყო. ამ ადგილის დაკარგვა დედაქალაქის დაკარგვას ნიშნავდა. ეს ერთადერთი ფრონტი იყო, რომელიც ვერ გაარღვიეს რუსებმა. ეს იგი შეაკვდნენ ეს პატარა ბიჭები და ერთ-ერთი იგონებდა, რომ აი ეს თუ ჭყაპიანი დღე იყო, საშინელი ჭყაპიანი დღე იყო და მათ რა თქმა უნდა სანგრებში მოუწიათ ყოფნა და აი ეს იტალიური ახალი ლაბადები, რომელთაც თავი მოგწონდა, აბსოლუტურად მოუხერხებელი აღმოჩნდა ამ ბრძოლისათვის, იმიტომ რომ იჟღინდებოდა ძალიან ადვილად ამ წყალში, შემდეგ შეშდებოდა და ფიცარივით ქონდა, პრაქტიკულად არ გვათხოვდა და მიუხედავად ასეთი მოუხერხებელი ჩაცმულობისა და მოუხერხებელი პირობებისა, მათ გმირობის მაგალითი მისცეს ყველას. 24 თებერვალი ტაბახმელის ბრძოლაში გარდაცვლილ იუნკერთა ხსოვნის დღეა. ბრძოლის შემდეგ რამდენიმე ასეული სტუდენტიდან 64 ბათუმში ბრძოლის სხვა მონაწილეებთან ერთად აღმოჩნდა. გახსენებათ 3 გემით გავიდნენ ბათუმიდან ჩვენი მთავრობის დამფუძნებელი კრების, ანუ პარლამენტისა და სამხედრო
გენერალიტეტის დიდმა ნაწილმა და მათ შორის იყო 64 იუნკერი. საერთაშორისო ორგანიზაციები, წითელი ჯვარი, შემდეგ უკვე ერთა ლიგის დამხმარე ამერიკული კომიტეტი, შრომის ბიურო და სხვადასხვა ორგანიზაციები უგვარებდნენ პრობლემებს ამ ადამიანებს. როდესაც გაიგეს იუნკერებმა, რომ შეიძლება წასულიყვნენ ისინი ევროპაში და უკან აღარ დაბრუნებულიყვნენ, საკუთარი ინიციატივით 14-მა ჩათვალა, რომ ისინი და სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ და დაბრუნეს სტამბოლიდან. დანარჩენი იუნკერები იძულებულნი იყვნენ სამშობლოდან შორს. 4 ქვეყნებში მოეძებნათ თავშესაფარი. მათგან 5 საფრანგეთის, 15 საბერძნეთის, დანარჩენი კი ვარშავის სამხედრო სკოლებში გადანაწილდნენ. თუმცა თითოეულ მათგანს ერთი წუთითაც არ შეუწყვეტიათ სამშობლოზე ფიქრი. სულ ჩემოდნებზე ისხდნენ. ძალიან ბევრმა ოჯახიც კი არ შექმნა, ვანო ვაჩნაძემ მაგალითად, ვანო ბაქრაძემ. ძალიან ბევრმა ოჯახიც კი არ შექმნეს, რომ არაფერს დაეკავებია იქ, როგორც კი შესაძლებლობა გახდებოდა, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყო. სამშობლოს მოწყვეტილების საზღვრებს გარეთაც არ წყვეტდნენ პატრიოტულ საქმიანობას. ემიგრაციაში ყოველთვის იხდიდნენ ღირსშესანიშნავ თარიღებთან ერთად ეს 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე, რელიგიური დღესასწაულების შობა, ახალი წელი აღდგომა, თამარობა, ვთქვათ, ნინოობა, აუცილებლად იხდიდნენ ორ ტრაგიკულ თარიღის აღსანიშნავ შეხვედრებს. ეს იყო 25 თებერვალი და 24 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების თარიღები. და როგორც წესი ცდილობდნენ, რომ ეს ყოფილიყო არა მხოლოდ გახსენება იმ გმირების, რომლებიც დაეცენ ამ ორი მნიშვნელოვანი თარიღისათვის ბრძოლაში, არამედ რაღაცნაირად გაეხადათ ეს შეკრებები ოკუპაციის და საერთოდ საქართველოს დამპყრობთა წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ აქციად. მათი ინიციატივით 1929 წლიდან დაარსდა ჟურნალი მხედარი, სადაც ემიგრანტების მოგონებები, ემიგრაციაში მყოფი ქართველების ცხოვრება და მოღვაწეობა იყო აღწერილი. 1991 წელს კი პარიზში საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ინიციატივით გამოიცა კრებული დაპყრობის 60 წლისთავი. სპეციალურად გამოსცეს 1991 წელს პარიზში და აქ არის შეკრებილი როგორც ოფიციალური დოკუმენტები, საქართველოს მთავრობის ბრძანება ომის დაწყებასთან დაკავშირებით, გეკერის საიდუმლო წერილი საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, აგრეთვე ლექსები ამ თებერვლის თემასთან დაწერილი ემიგრანტთა ლექსები და მოგონებები. უცხოეთის ცისქვეშ მყოფი იუნკერების ღვაწლი არც იქ დარჩენილა შეუმჩნეველი. ყოველი მათგანი სამხედრო საქმიანობა სავსე იყო თავდადებისა და შემართების იმ ახალგაზრდული განცდით, რომლითაც ჯერ კიდევ 17-18 წლის ბიჭები 1921 წლის თებერვლის სუსხიან დღეებში სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ. მოგვიანებით ემიგრანტი იუნკერი ვანო ბაქრაძე დაწერს: დღეს 24 თებერვალია. ტაბახმელისა ვიგონებთ გმირებს. ფიქრობთ, რომ იქაც საქართველოში მათ საფლავებზე მოფენენ ვარდებს და ჩუმად ვინმე ააწკარუნებს სიონის ტაძრის დამტროულ ზარებს. დღეს 24 თებერვალია. უფალმა მოიხსენოს მათი სულები.